არ ვიცი მეცნიერებმა რა დაადგინეს, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ ადამიანი, მამაკაცი, ნაღდი ქართველი ვაჟკაცი, ჯიგარი კაცი, რომელმაც 74 წლის ასაკში მეუღლეს 2 შვილი აჩუქა. მიხეილ არავიაშვილი სტუდიაში მობრძანდით ბატონო მიხეილ. ბატონო მიხეილ, რამდენი წლის ბრძანდებით ახლა? ეხლა მე ვარ 88 და 6 თვის გავარ. 88 და 6 თვის. დიახ. და 74 წლის იყავით, რომ შვილი გაგიჩნდათ. დიახ. ხოლოს ეს რაღაც ტრაგიკული ამბავია. უი. ეს იყო 94 წელი. მე და ჩემ მეუღლეს ბიჭი დაგვებადა. ჩემი დაბადების დღეს. მეორე დღეს გვითხრეს რომ და მესამე ავათარისო და მესამე დღეს უჩინარდა. აღარ ცოცხალი, აღარ მკვდარი. ბავშვი? დიახ. რა მოხდა მერე? გვითხრეს გარდაიცვალა. ჩვენ აღარ გვინახია. მაგრამ თქვენ გეცოდინებათ კარგად. გაჟღერდა მაშინ რომ ბავშვებს ყიდნენ პირველ სამშობლო სახლში. დიახ. და ზუსტად იმათ ხელში იყო. უი, რა მითხარით ეგ? მის შემდეგ დაიბადა ირმა. რამდენი წლის იყავით ცოლი რომ მოიყვანეთ? ალბათ 64. 64-ის და თქვენი მეუღლე? ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, მე იმაზე 36 წელი დიდი ვარ. რა მუსუსი კაცი ყოფილხართ. ეს დედის წერა. ციცილას ხორცი გიყვართ, ხო? დედის წერა ეს ყველაფერი. სასწაული. როგორ გამოგყვათ? ენას ბევრი შეუძლია. ენა, მე მკითხეთ ეგ. ენა, სანამ ხმალი მოვიდა, ენამ თავი მოჭრაო. აბა, კაცებმა ვიცით მუღამი იმისი რომ როგორ უნდა შეობათ. თან ჩემი არ იყოს დაბალი ხართ. და რაღაცა არა ხართ ესეთი. და როგორ შეიაბი? ზოგს იცით, თვალში ვეპატარავები, მაგრამ შეიძლება გრძელი იყოს, მაგრამ უტვინო და უენო. მე მანქანით მივდიოდი ერთხელ ჩემით ნაბერежზე გეცოდინებათ თქვენ. იყო ძალიან მაღალი ინსპექტორი. მე გავაკეთე მეორე ამგუნი, გამომივიდა მესამე გასწორება. გამაჩერა. ახლა ვდგევართ ერთად. მომეც იცი რა გააკეთე? შენ მე მეუბნება. რა გავაკეთე? რა გავაკეთე გასწო? ხო. რა გააკეთე და მესამე გასწორება. ეხლა შენ გაგიხრიტავ ტალონს. ხო. ნუ შენ თვალში ხარ გეპატარავები. მაღალია, ხო ძალიან? მაღალი ტიპამდე ვწოდებოდი. ეთყობა საერთოდ ხალისიანი ადამიანი ხარ. ძალიან იუმორის მოყვარული ვარ რა. ცოლი ხო გყავთ ისევ? როგორ არა? ხო არ აპირებ კიდე მესამე შვილი გააჩინოთ. ირმა, რატო იცინი? რა, თუ ხარ შეუძლია ზაკაზი მიიღოს კი? შეუძლია. აღარ შეუძლია თუ მორჯო. იმას აღარ შეუძლია? აბა ხარები აბა ეგრე არიან. როგორი კაცი იყავით? აი ახალგაზრდობაში ახალგაზრდობის დროს? ნაშები ყავდათ? გეტყვით. ნაშები რა თქმა უნდა არა, უფრო მეტად შეყვარებულები. შეყვარებულები. ხო. მე ვარ რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი. შრომის ვეტერანი, სპორტში ოსტატი ტანვარჯიშის და აკრობატიკის ოსტატი კიდევ აკრობატიკა. დედა რა სასწაული ადამიანი ყოფილხარ? ირმა ძვირფასო. რა ვიცი, მე ახალგაზრდა მამა ვერ წარმომიდგენია. მართლა? რა არის? ნუ ახლა რომ უყურებ, ზოგი ახალგაზრდა მამა ყავს, მაგრამ დგას ისე არაფერს არ აკეთებს და რავი, მამაჩემი კიდე ყველაფერს აკეთებს, ანუ მისი დამსახურება დღეს რომ, ანუ მუსიკას მივდევ, დღეს რომ ჩავაბარე, თორე მე არაფერი არ ვიქნებოდი. როგორი მამაა, მკაცრია? აუ, საშინდად. მართლა? კი. და გეშინია? არა, რა მეშინია, მაგრამ ჯობია რომ არ ვაჭყობო. შეუძლებელი იყო ეჭვიანი თუ. როგორ? არა. აბსოლუტურად არა. ეს არის ეჭვიანი. ჩვენ შორის განსხვავება არ იყო პროგრამაში. და თქვენ ყოფილხართ ეჭვიანი თუ? და არა, მე არა, ეჭვიანი არა. კაი. როგორ აუხსენით სიყვარული პირველად? იმდენს უხსენით სიყვარულს, რომ მაგას რანაირად აუხსენი, ის აღარ მახსოვს. ირმა, შენ არ მოგვისმინო. ეხლა რომ ლამას ქალს ხედავთ, რას ფიქრობ? რას ვფიქრობ ეხლა და ტელევიზორში ეგეთი რამე ვთქვა? რა, მოდი თქვი და ტუს დავადებ. ტუ! რას ფიქრობ? რას ვფიქრობ და ნერწყვი მოგივა.
ხო? ხო. ღმერთმა გაგახაროთ, აი ძალიან მიხარია რომ აი ესეთი სიცოცხლის უნარიანი ხართ, ესეთი შემართებული ხართ და თან არ ვიცი საქართველოში არავინ არ არის ესეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ახართ, რომ ამ ასაკში ცოლს სამი შვილი აჩუქოთ, სამწუხაროდ პირველი შვილი არ აკყავთ თან ბიჭი. ხო და ტელეიმედი მართლა იმედია ხალხის. ტელეიმედმა ბევრ ოჯახს გაუწია თანაგრძნობა, ბევრი ოჯახი მაღლა ასია და უჩვენა ის ნორმალური გზა, საერთოდ უნდა იაროს. და საქართველოში ტელეიმედი დაარსდა ბატონი ბადრი პატარკაციშვილის მიერ და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მის ოჯახს და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული აი ამდენი სიკეთისათვის, რაც მან საქართველოს გაუკეთა. ძალიან ბევრი გაუკეთა. დიდი მადლობა თქვენ. ირმა, ისი არ გაგიშვებთ, რომ არ გვიმღერო. თუნებას მომცემთ, მე მინდა ხალხს მივმართო. დიახ, მიმართეთ. ფეხზე უნდა დადგეთ? დიახ. ერთად დავდგეთ და თქვენ მიმართეთ. რა გოლიათი ვარ, აბარა. მიდი. ხო ნახეთ თქვენზე დაბალი კაცი. გოლიათები ვართ მე და. აბარა, მეუღლეს მივმართო შეიძლება? მიდი, მიმართეთ. მიმართეთ. ზია ეხლა შენ სახში ხარ. მაგრამ ბატონი გიამ თხოვს რომ როგორ მოვახერხე და როგორ შევხვდით ერთი მეორეს. ეს ხო სიყვარულის გრძნობა.
სიყვარულის ღმერთი ხარ და ჩემი გულის ყვავილი. ამ ცხოვრებას მე უშენოდ ნაბიჯთას არ გავივილი. ის დღე ჩემთვის დღე არ არის, თუ შენ ვერ დაგინახავ, ჩემ სიცოცხლეს, შენი გულის მალამოს შეგინახავ. არასოდეს არ დაგვეხსოვთ სიყვარულის სარკმელი, სიცოცხლეში ერთადერთოს მე და შენი სანთელი. თუ სიკვდილმა გამიტაცოს, ვეღარ გითხრა სათქმელი, გევედრები არ დაკარგო გულში ჩემი სახელი. გაიხარეთ, ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან